მაგრამ რატომ უშევენ ასეთ შეცდომას ერთ განათლებას მაინც ყოველდღე? მართალია დიონისოში მამაკაცები ბევრი ვართ, მაგრამ არის ორგანიზაციები, სადაც მხოლოდ ქალბატონები არიან. იგივე ჩვენი ოდა ან რუსუდან ჯარელიცის ლიტერატურული სალონი. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებებთან ძალიან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მიწევს. უბრალოდ გენერალური თანაფარდობისთვის ალბათ. და წარმოიდგინეთ, ახლა პოეზიის საღამო ან წიგნის პრეზენტაცია, სადაც 15-20 ქალია და ერთადერთი მამაკაცი ვარ მე. შესაბამისად ფოტოებიც მეტწილად ქალბატონების გარემოცვაში უნდა გადაღებული. ამ ფოტოებს რომ შედარებით ჩვენს ახლობლებში, ჩემი ახლობლების სოციალურ ქსელებში მეტეხებია ხოლმე. და სულ ქალებთან რო ხარ, კაცი არ არის თქვენ თალო. როგორ არა, ვეუბნები. არის კიდევ ერთი კაცი და ის ვიდეოს ფოტოები. ერთ-ერთი ასეთი ქალმორავალი ღონისძიების მერე გაიმართა ასეთივე ქალმორავალი სუნდა. დაგიკვირდება და მე ვარ თანადა. აქვე რადგან თამადობაში ჩამოვარდა საუბარი, ერთ განცხადებას გავაკეთებ, გახსნილებად სერვისი თამადა დაბაჯერების. შეგვიძლია ისადეო ამ სერვისი. შეყვას და სიმღერას მომთხოვთ ახლა. ამ ბოლო დროს დალებაშიც თაცალაყო ვერ მაქვს საქმე. დანარჩენი აგერვარ ნუს დაგიგებდებათ მუსიმედი თქო დაგირეკოთ ჩემი ტელეფონის ნომერია 698-35-11 ბოლოს არის ის საიდუმლოა დაუბრუნდეთ ისე სუფრას თამადებარო ვამბობ მანდილოსების საფრთხეს მინდა ყველას ორი სიტყვით მომესიყვარო მოგეფერო კომპლიმენტი უთხრა აქვე არის ჩემი მეგობარი ხათნა ბოგრაჭილი ხათნას ვარ დავყოლოდ უყურატებო. თვალებით ვეძებ ხათნას და ამას ხათნა აია ასე ხალილი ჩანთაში რაღაცას ეძებ. ალაგიდე თვალი გავაგზავნე საფრთხეზე რომ მომიხედე იგივე პოზაშია ხათნა. კიდე გავაგზავნე საფრთხეზე რომ მომიხედე ხათნა ისევ ეს მოშველია ჩვენსკენ ყველაფერი რამდენად უნდა გამიჯანმდებინა საფრთხეზე მეუბნები ხათო მოგლუდი სახეზე უფრო ლამაზი ხარია. დღეს ამით დავამთავრე სხვა დროს იყო სხვაო ახლა კაში დავიკარეთ მეტი დაგავხო.